გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელიც ყველას აწუხებს და მათ შორის მეც. თუ ქართული ოცნება არ იქნება, აბა სხვა ვინ? რომელიც ჩემი აზრით მაინც და მაინც რთული შეკითხვა არ არის, იმიტომ რომ ჩემი აზრით ქართველი ერი იმსახურებს იმაზე უკეთეს ხელისუფლებას, ვიდრე არის მაგალითად მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული რაღაცები ჭირდებათ. ჩემთვის ეხლა რაღაც მომენტში კომპრომისი მისაღები არის და თქვა შეიძლება რაღაცა ოპოზიციურ პარტიაზე შევაჩერო ჩემი არჩევანი მიუხედავად იმისა რომ აწუკვე ქართული ოცნების მეცადინეობით არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აღარ მექნება, მაგრამ იდეური მხარდაჭერა შეიძლება გამოუცხადო ვიღაცას. ხო და მოკლედ სულ მუდმივად ვადევნებ თვალყურს ქართულ პოლიტიკას და ერთი ესეთი პოლიტიკური ჯგუფი აღმოვაჩინე ხა რომელიც დაწინაურდა ჩემს პოლიტიკურ სიმპათიებში. ოღონდ ვიდრე აი ამ პოლიტიკურ გუნდზე ვისაუბრებ და წარმოგიდგენთ იმ ამბებს თუ რატომ მომეწონა ეს ხალხი და რა მომეწონა ამ ხალხში, მანამდე მინდა წარმოგიდგინოთ ის ალტერნატივო ძალა, რომელიც არის ქართული ოცნება და გაჩვენოთ სულ ახლახანს წარმოჩენილი კიდევ ერთი სახე. აი თუ შეიძლება ვნახოთ აი ეს ვიდეოები. პირველ რიგში ვნახოთ ფილოსოფოსი გურამ სულთანიშვილის ვიდეო. რომელსაც დავამატებ, ესე იგი ბოკერია და ეს გახრწნილი საზოგადოება, აქეთა ფლანგი, ეს ლევარაბიშვილები და არა ეს ლევარაბიშვილები და აბათი ნეოკონების ფეტიშისტები. ესე იგი ბასტურბირებდნენ რეიგანზე. ძალიან არ მინდა რომ ისე გამომივიდეს. მაგრამ რეიგანზე არა, მარგარეტ რელიგიურ დღესასწაულზე თქვი და ერთ-ერთი რელიგიური კონფესია უნდა თქვა კათოლიკურ შობაზე. აჰა, ძალიან კი არ უნდა ეხლა რომ ისე გამოუვიდეს ეს, მაგრამ აი ეს არის ადამიანი, რომელსაც თან განათლებაზე აქვს პრეტენზია და ფილოსოფოსად იწოდება. არ ვიცი, ფილოსოფიურ წრეებში ალბათ. კათოლიკურ შობაზეო. ქრისტიანული შობის კონცეფცია არის ზოგადად რა, ეგ დღესასწაული, ხო? თარიღს რა მნიშვნელობა აქვს, როდის აღნიშნავს? ანუ ეს ეკლესია აღნიშნავს რაღაცა დროს და მეორე ეკლესია აღნიშნავს რაღაცა სხვა დროს. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აი ესე მოიხსენიებს გურამ სულთანიშვილი. თუმცა არ უნდა რომ ეხა ისე გამოუვიდეს. მაგრამ რას ვიზავთ? ახლა ვნახოთ ქართული ოცნების უმრავლესობის თავმჯდომარე პარლამენტში როგორ იქცევა. კიდევ ერთხელ თუ შეიძლება. დაჯექი ნუკაკანებ ამ ხელა კაცი და მე იქ ეს ბოლომდე არ ჩავწევიდე, იმიტომ რომ რაღაცა პაუზები არის იქ და იქ იმენება რომ შენ ვაკო საკათმე ხო არ გეგონიაო. და ამას ეუბნება თავის პოლიტიკურ ოპონენტ, პოლიტიკური ჯგუფიდან გახარიას პოლიტიკური ჯგუფიდან. ეს არის ხალხი, რომელმაც აირჩია რომ შესულიყო ამ ხალხთან პარლამენტში და იქ დაეწყო მათთან პოლიტიკური დისკუსია. ანუ ეს არის ხალხი, რომელიც თან ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიას ითხოვს ქართული ოცნება და ის ხალხი, რომელიც შევიდა მათთან ამ პოლიტიკურ დისკუსიაში, იდეაში და ის მანდატი, რომელი მანდატიც მათ შეიყოლეს თავიანთი ამომრჩევლების მხრიდან, აი ეს არის პასუხი, რომელსაც ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი აძლევს მათ. ანუ აი ეს არის ის დონე, ის პოლიტიკური დონე, რომლის უალტერნატივობაზეც გვეუბნება ეს ხალხი, რომ აი ეს სკაბრეზი, აი ეს უგზრდელობა, ეს ბირჟავიკული დონის მსჯელობა, როგორც პროპაგანდისტულ მედიაში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ბიჭო, რაღაცა კომიკურად შეიძლება რაღაცაზე ისაუბრო რა და იუმორისტულად. მე თვითონაც იუმორისტი ვარ და შესაბამისად მივესალმები რაღაც თემების იუმორისტულად განხილვას, მაგრამ ესენი რასაც აკეთებენ ხოლმე არის პირდაპირ შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია და იმის ცდილობა, რომ ხალხში გააჩინონ რაღაცა ტერმინები, ან რაღაცა დამოკიდებულება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომელიც მე გამოიწვევს იმას, რომ მთლიანად დაკარგული არის ყველანაირი შინაარსი და გადატანილი აქვს ადამიანებს ყურადღება აი რაღაცა იმ კონკრეტულ მდა
მდარე ხარისხის ტერმინოლოგიაზე, რომელსაც გვთავაზობენ ხოლმე ეს ადამიანები და აი ეს არის გაგრძელება, რომელსაც მე ჩვენ ვხედავთ საქართველოს პარლამენტში, ხო? ანუ აი ეს დონე, ეს ბირჟავიკული დონე, რომ დაჯექი ნუკაკანებ, საკათმე ხო არ გგონია, აი ეს რაღაცა გაუნათლებელი ხეპარე ადამიანების ტერმინოლოგია, რაღაცას ხო აქვს საზღვარი, ხო? ანუ შენ თუ ხარ ადამიანი, ბიჭო, თან თანამდებობის პირი ხარ, პოლიტიკური თანამდებობა გიჭირავს, ანუ ხარ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ამ მოცემულობით უმრავლესობის ლიდერი, აი პოლიტიკური თანამდებობა გიჭირავს. და აი ამ დროს, აი ამ ტერმინოლოგიით, აი ამ ტონით ესე ერთვები პოლიტიკურ დებატებში შენს მოწინააღმდეგეს და რომელსაც არაფერი ისეთი იქ არ უთქვამს, რომელსაც უნდა გამოიწვია რაღაცა ეს გაღიზიანება, უბრალოდ ის პოლიტიკურად აკრიტიკებდა ერთ-ერთ მინისტრს და იმის ნაცვლად რომ რაღაცა შინაარსობრივ დისკუსიაში შესულიყო ეს ხალხი, აი დავინახეთ რა ხდება ეს და ეს არის მთლიანად დეგრადაცია, რომელსაც ბოლო 14 წლის განმავლობაში გვთავაზობს ეს ადამიანები ინსტიტუციური, ინტელექტუალური, კულტურული, აბსოლუტურად ყველა ტიპის დეგრადაცია, რომელიც შეიძლებოდა რომ შემოეთავაზებინა რაიმე პოლიტიკურ ჯგუფს, კი არა და დაჯგუფებას, აი არის ეს და თავზე დაგვასვეს პრეზიდენტი, რომელიც აი განათლებას თავი დაანება, შეიძლება ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ და არ გაგიმართლა ვერ ისწავლე, რაღაცა ვერ დაამთავრე უმაღლესი, მაგრამ გამჭრიახი ადამიანი ხარ, მერე შეიძინე ცოდნა რაღაცა, მაგრამ ამ კაცის საქმეც ხო ნანახი გვაქვს და სიტყვაც ხო ნანახი გვაქვს პარლამენტში. აი მთლიანად აი ამ დონეზე ყავს დაყვანილი ეს პოლიტიკური დისკუსი, დიტო სამხარაძე არის, აი ამათი პოლიტიკური სახე, აი ეს ირაკლი კირცხალია არის, აი ეს პოლიტიკური სახე, რომელსაც გვთავაზობს ქართული ოცნება. ხო და ეხა აი ამის ალტერნატივად მე უბრალოდ მინდა შემოგთავაზოთ, ეს ადამიანი არ არის პოლიტიკოსი და არ არის ამ ვიდეოში და ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი როგორც პოლიტიკოსი, ამის შესახებ აუცილებლად მოგიყვებით, მაგრამ მე უბრალოდ მინდა რომ ნახოთ აი ეს ადამიანი როგორი ადამიანი არის და ჩემთვის ეს არის თანამედროვე ქართველი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწის, თუნდაც იმიტომ რომ ეს ბიჭი, რასაც აკეთებს თავისი საქმით, შეიძლება რომ ღვაწლი უწოდოთ იმას და ვნახოთ აი როგორ საუბრობს, რა განსხვავება არის მასსა და ქართული ოცნების პოლიტიკურ ჯგუფს შორის. აი ვნახოთ. სამწუხაროდ სახელმწიფოს ინტერესი არის, რომ იქ გლეხმა რაღაცა დაამუშავოს, იმიტომ რომ კონკრეტული ვიღაცა პიროვნება მაპატიეთ ამ სკაბრეზისთვის ვიღაცას კრიშავს და ანუ ადამიანი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მაპატიეთ ამ სკაბრეზისთვისო და სკაბრეზი მე რაღაცას ველოდებოდი, იმიტომ რომ იმდენად ესეთ დაბალი დონე არის დღეს ქართული ოცნების მხრიდან და მათი პროპაგანდისტული არხების და მათი პოლიტიკური აქტივისტების მხრიდან შემოთავაზებული პოლიტიკურ სივრცეში, რომ აქაც რაღაცას ველოდებოდი მართლა სკაბრეზულს და სკაბრეზი ამ ადამიანმა უწოდა დაკრიშვას. აი ეს არის მისი პოლიტიკური და ინტელექტუალური დონე, სადაც სკაბრეზი არის დაკრიშვა. და სკაბრეზი ქართული ოცნების პოლიტიკურ ჯგუფში და პარლამენტში და პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის დონეზე არის აი ეს რაც ვიხილეთ ჩვენ. ერთის მხრივ უხამსი მოხსენიება შობის მიუხედავად იმისა, რომ სხვა კონფესია შეიძლება იყოს ნახსენები და ისე არ უნდა რომ გამოუვიდეს და მეორეს მხრივ პოლიტიკური ოპონენტისთვის რაღაცა ბირჟავიკული მდარე დონის მიმართვა. ხო და მოკლედ დღეს მინდა ვისაუბრო თავისუფლების მოედნის შესახებ. ეს არის პარტია, რომელზეც ბევრი არაფერი მსმენოდა. ვიცოდი, რომ სიმონ ჯანაშია იყო მათთან ერთად, მაგრამ რაღაცნაირად სერიოზულად არ აღვიქვავდი ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იმიტომ რომ მეგონა რომ რაღაცა უფრო ისეთი მოდი ახლა ჩვენ შევიკრიბებით, ვილაპარაკებთ და რაღაცა იდეებს გაგიზიარებთ ინტელიგენტურად. აი რაღაცა ეგეთი ტიპის მოძრაობა მეგონა და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს პოლიტიკური გეგმები და ამბიციები და YouTube-ზე ამომიგდო მათი ვიდეო, რომელიც 15 აპრილს იყო, შეხვედრა საზოგადოების წევრებთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან და 2 საათიანი ვიდეო არის, რომელსაც აუცილებლად გირჩევთ, რომ ნახოთ, თუ აი იმ ადამიანებს გაინტერესებთ, რომ ინტელექტუალური ალტერნატივა ვინ შეიძლება იყოს ქართული ოცნებისა, აი ამ 2 საათიან ვიდეოს უყურეთ და რა ვიცი, შეიძლება
და ჩემი აზრით რაღაცა პოზიტიურს და ხელს ჩასაჭრიც აღმოაჩენთ. მოკლედ ვუყურე ამ 2 საათიან ვიდეოს, რაღაცები მომეწონა და გადავწყვიტე, რომ მომეჭრა გარკვეული ფრაგმენტები და ამაზე ვისაუბროთ და აქედან გამომდინარე შევაფასო და გაგიზიაროთ ის თუ რატომ გამოიწვია ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა ჩემში რაღაცა პოზიტიური განწყობა. ხო, რაც უნდა აღვნიშნო აუცილებლად არის ის, რომ რამდენიც მე გადავამოწმე თავისუფლების მოედნის საიტზე, ეს ადამიანები, რომლებიც სპიკერები იყვნენ, არ არიან მათი პარტიის წევრები, მხოლოდ ერთი სპიკერი არის, იყო ეს ლევან ცუცქირიძე გამოვიდა თვითონ და ილაპარაკა და დანარჩენები ესენი უბრალოდ არიან საზოგადოების წევრები, თავის საქმის პროფესიონალები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ რაღაცა აზრი გამოეთქვათ და მოусმინეს და მთელი ეს ფორმატი ძალიან მომეწონა რა, რაღაცა დაალაგებულად ისლენ ადამიანები და აი ამ ყველაფერს ასაც ჩვენ ახლა მიჩვეული ვართ, რომ აი ეს რაღაცა საზიზღრობა, რომელიც იღვრება მთელი ქართული ტელევიზიიდან და პოლიტიკური სივრციდან ქართული ოცნების ხელში, აი ამის ალტერნატივად იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი მოვლენა ჩემთვის. უკვე აი ეს ამ შთაბეჭდილებებით დავიწყე რა ამ ყველაფრის ყურება და დამაინტერესა რა ჰქონდა ამ ადამიანებს სათქმელი და ის რომ თქვათ პოლიტიკური გუნდი ამ ესეთ ადამიანებს უსმენს, მათთან დიალოგში შედის და რაღაცა საზოგადოებრივი ჯგუფების და პოლიტიკური გუნდის კოლაბორაციით უნდა რომ რაღაცა წარმომადგენელი იყოს აი ამ ხალხის და ზოგადად ქართველი ხალხის გარკვეული ნაწილის ან თუნდაც უმრავლესობის ამაზე ამბიციაც ექნებათ რაღაც დროს ალბათ წარმომადგენელი იყოს პარლამენტში თუ ზოგადად პოლიტიკურ მოძრაობაში ეს მომეწონა. ეს ხმა რომელიც ისმოდა აი ამ ფორუმზე და ამ ფორმატში ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო და არის ის რასაც ვეთანხმები და რაც მინდა რომ ისმოდეს. მე არ მინდა რომ აი ეს დაჯექი ნუკაკანებ და რაღაცა ეს პროპაგანდისტული ტელევიზიებიდან გადმოღვრილია ეს მდარე იუმორი და რაღაცა ასევე ბირჟავიკული და აი ესეთი ტიპის აბუჩა დაგდება ისმოდეს. ეს არ მინდა რომ ისმოდეს. აი რას ამ ფორმატიდან გავიგე, ეს მინდა რომ ისმოდეს და ერთ-ერთი პირველი გამოსვლა, რომელიც მომეწონა, იყო ზუსტად აი ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ადამიანების ჩართულობას და ადამიანების გაერთიანებას იდეის გარშემო. აი ამ წერაკითხის გამართებელმა საზოგადოებამ ეს მოახერხა, იმიტომ კი არა ვთქვათ, რომ დავით სარაჯიშვილები და აკაკი ხოშტარიები ედგა მოძრაობას გვერდით და ძალიან ძლიერი იყო ამის წყალობით, მათ შორის არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მოახერხა იმით, რომ წარმოიდგინეთ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდა ჩემი საყვარელი პერსონაჟები, აი ამ ქართულთა შორის წერაკითხვის გამორჩა საზოგადოება, რომელსაც ზოგჯერ სახელიც არ აქვს. მაგალითად ივერიაში ერთი უშვილო დედაკაცი საგარეჯოდან, რომელიც ითხოვს, რომ ჩემი პენსიიდან 5 შაური საგარეჯოდან ევროპაში სასწავლებლად გაგზავნილი ახალგაზრდებისთვის. ერთი გლეხი, რომელმაც კასპიდან რომელიღაც სოფლიდან ჩამოიტანა თბილისში ერთი ურამი კომბოსტო. ერთი კაპანაძის ქალი ზესტაფონიდან, რომელმაც ერთი წველა ყოველი თავისი 7 დღის წველადან წერაკითხვის გამავრცელება საზოგადოება შესწია. აი ეს იყო ნამდვილი იდეის ირგვლივ გაერთიანება. აქედან წარმოიშვა პირველი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება. ხო და აი ზუსტად ეს არის ის ქართული ტრადიცია, რომელზეც მუდმივად ასევე შეტევა მიდის ხოლმე და რაღაცნაირად იგნორირებული არის დღევანდელი პოლიტიკური დისკურსიდან იმ ხალხის მხრიდან, რომელიც იდეაში ქმნის ამ პოლიტიკურ დისკურსს რა, რომელიც აი ესე პარლამენტში ზის და როგორც არაერთხელ აღნიშნა და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, აი ესეთი ბირჟავიკული და მდარე დონის რიტორიკით გამოირჩევა. და მათ შორის ჩვენ ნახეთ, რომ იქ უცნობმა და იქ პოზიტივიზეც არის ხოლმე ძალიან ხშირად ესეთი გამოსვლები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არიან ვიღაცა ჩამოთარეულები, ვიღაცა სოფლელები და იმათმა გადაწყვიტეს, რომ ის ჩვენს თბილის ქალაქს რაღაცა დამართონ, ხო? და რაღაცნაირად ეს დამოკიდებულება რომ თურმე დაყოფილი თან ბიჭო სამშობლოებს უწოდებენ ვიღაცეებს, თან ერთიანობაზე მოგიწოდებენ, თან იმას გეუბნებიან, რომ შენ თუ სამართლობას გრძნობ შენივე ქვეყანაში, შენივე ქვეყნის
დედაქალაქში არ გაქვს იმისი უფლება რომ ჩახვიდე და ხმა აიმაღლო და ვიღაცას ხმა მიაწვდინო იმიტომ რომ სოფელში თუ რაღაცას გააკეთებ იქ მოგივარდება ვიღაცა ამათი აქტივისტი ან ამათ მიერ დანიშნული ვიღაცა ზონდერ ჯგუფი და სოფლებში იქ ბევრად უფრო მარტივი არის რომ ადამიანები დაჩაგრონ ამის უამრავ მაგალითს ხედავთ ჩვენ მათ შორის ნიუსებში და როდესაც ადამიანებს რაღაცა ყელში ამოუვათ და ჩამოდიან დედაქალაქში იმისთვის რომ საკუთარ ქვეყანაში საკუთარ დედაქალაქი ტყუილა კი არ ქვია ამას დედაქალაქში ხმა მოიღონ და თავიანთი უსამართლობის შესახებ გააგებინონ იქიდან მთელ ქვეყანას და მათ შორის თანამოქალაქეებს რომლებიც დედაქალაქში ცხოვრობენ აი ეს ხალხი რომელიც მე ვიღაცებს უსამშობლოს უწოდებს რომელიც ეუბნება რომ თქვენანაირი პატრიოტები ხართ თუ ცხოველების მიერ მართულები ხართ მოუტრიალდება და გულწრფელი პროტესტის მქონე ადამიანს ეუბნება რომ შენ ვიღაცა ჩამოთრეული ხარ და წადი გაეთრიე უკან სოფელში და სინამდვილეში ჩვენ ისტორიას თუ გადავხედავთ გერბზეც გვიწერია და ჩვენი ეროვნული ფილოსოფია იდეაში არის ის რომ ძალა ერთობაშია და ერთიანობა გვინდოდა და ერთიანობისკენ მივირწოდით ყოველთვის საქართველოში ხო და ქართველები და სულ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი რომელიც მთელი ბავშვობა მესმოდა არის რომ ძმა-ძმას კლავს ძმათამკვლელი ომი ქართველები მუდმივად ერთმანეთს ზურგში ლახვარს ვცემთ და თან აი ხა ამ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური ლახვის ჩაცემა, ხო? ერთის მხრივ აი სიძულვილის დათესვა ხალხში პოლიტიკურად პროპაგანდის მხრივ, მე აი ამ ყველაფრის ესე აი ამ სკაბრეზულ და ქუჩურ და ბირჟავიკულ დონეზე დაყვანა და მე იმისი მოტყუება რომ თურმე სამართლობაზე სამართლიანობაზე ხმის ამოღება ვიღაცის პრივილეგია იმის მიხედვით თუ ვინ საცხოვრობს და რომელ ქალაქში და აი ეს მაგალითი რომელიც გაიხსენა ნინო დობორჯგინიძემ არის მაგალითი იმისა რომ მთელი საქართველოს მათ შორის აი მაშინ როცა კომუნიკაციის ეს საშუალებები არ არსებობდა და ხალხს მართლა წერა-კითხვა უნდა ესწავლა აი ამ პირობებშიც კი ვიღაცამ შეიძლება თავისი უკანასკნელი 5 მანეთი გამოუგზავნა რედაქციას და ამ საზოგადოებას იმისთვის რომ ქვეყანას დახმარებოდა და აი ეს არის მაგალითი ის 5 მანეთი შეიძლება იმ მომენტში რაღაცა დიდი მნიშვნელობის არ იყო მაგრამ საუკუნეების მერე აი ეხლა შეიძინა იმ 5 მანეთმა უდიდესი ღირებულება რომ ეს არის მაგალითი იდეისა ქართული იდეის და აი ამ ქართული იდეაში ვითომ ქართული ოცნება აი ესე ეპყრობა რომ აი ამ დონეზე ყავს დაყვანილი რომ ხალხის აბუჩა დაგდება სიძულვილის დათესვა დაცინვა ბირჟავიკული მდარე ხარისხის შეურაცხყოფა პარლამენტში და ტელევიზიიდან და ეს ხალხი მე რაღაცა კულტურაზე გაბა ესე დადგება სათნო სახეებით იქ ზურა ბაბაშიძე და ეს კულტურა და ეს რაღაცა და იქ ვიღაცა რაფინირებული კოცი რო ყავთ 1-2 და რო ჩამოდგებიან ხოლმე და დიდი სამბით რო გველაპარაკებიან რაღაცა მაღალ მატერიებზე და სინამდვილეში მთელი მათი პოლიტიკური პლატფორმა და მთელი პოლიტიკური იდეოლოგია არის ის რომ საკუთარ ხალხს და საკუთარ მოსახლეობას როგორც კი ოდნავ რაღაცა ხმას ამოიღებს მაშინვე თავში ჩაარტყა შეურაცხყოფა მიაყენო შეაშინო დაშინებული ყავდეს იმითი რომ თუნდაც შე რო რაღაცა ხმას ამოიღებ შეიძლება ვერ მოგწვე ფიზიკურად მაგრამ აი მთელს პროპაგანდის მანქანას მოუმართავ შენსკენ რომ მუდმივად დაცინული მყავდე და ტელევიზიაში გამოგაჭენებთ იმაზე რა ქვია პეიჯზე დაგდებთ რაღაცას მოუჭრით შენი და იმიდან ინტერვიუდან რაღაცას დავდებთ და ვატრიალებთ და აი ეს ყველაფერი და ფსიქოლოგიური ტერორი საკუთარი მოქალაქეების მიმართ ის ხალხი რომელიც ჯერ კიდევ არ გამოქცეულა საქართველოსდან აი ამ ხალხის ფსიქოლოგიური პოლიტიკური კულტურული ინტელექტუალური ტერორი მიმდინარეობს აი ამ ხალხის მხრიდან და ეს ხალხი გველაპარაკება მე ჩვენ რაღაცა იდეებზე მაღალ მატერიებზე ეროვნულობაზე და პატრიოტიზმზე და სამშობლოზე ამ ხალხს არ აქვს მაგ თემაზე ლაპარაკის უფლება და აი ზუსტად ამას ამბობს ნინო კასრაძე რომელიც ასევე ძალიან კარგი გამოსვლა იყო უბრალოდ ყველაფერს ახლა ვერ გაჩვენებთ იმიტომ რომ 2 საათიანი ვიდეო იყო მაგრამ აი ეს ფრაგმენტი ძალიან კარგად ასახავს იმას თუ რაც ახლა მე ვილაპარაკე და ზოგადად ის თუ რა ხდება ქვეყანაში აი ნახოთ მოვისმინოთ ლაშა ჭღვიმიანი დმანისის თეატრის რეჟისორი რომელმაც გააცოცხლა დმანიში რაღაცა კერა შექმნა ჩართული ყავდა იქ ნუ რა ვიცი ეს საერთოდ უნიკალური ადამიანია გაუშვეს გადააბარეს სხვას მისცეს დიდი დაფინანსება ერთი სპექტაკლი არ ჩატარებულა მას შემდეგ
ყველაზე საშინელება ის არის, რომ ჩავდივართ მანიში და მინდა რომ ეს ახალგაზრდები და ჩვენ ძალიან ბევრ ბავშვთან გვაქვს საქმე, ჩამოვიყვანოთ, ვერ ჩამოდიან თუ ხარ ასოცირებული ამ ხალხთან. ისეთი შიში და ისეთი ის არის დამკვიდრებული და ამას ჩვენ როგორ გვგრძნობთ, იცით, ხელოვნების ხალხი და მსახიობები. აი ეს, ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რაც ილაპარაკა იმაზე, რომ ეს ადამიანი გაუშვეს თეატრიდან, ვიღაცა დანიშნეს, დიდი დაფინანსებაც მისცეს და ერთი სპექტაკლიც არ არის დადგმული იქ, რა მიზეზები არის და როგორ არის, არ ვიცი, ხა ამაზე დეტალურად არ ვლაპარაკია, მაგრამ აი ის რომ ადამიანი, რომელიც არის ცნობილი ქართველი მსახიობი, ნათამაშები აქვს უამრავ სპექტაკლში, ფილმში, სერიალში, ქვეყანა იცნობს, რაფინირებული, დალაგებული ადამიანი არის, რომელიც შესანიშნავად მეტყველებს და არა ისე როგორც მეტყველებენ საქართველოს პარლამენტის წევრები და პრეზიდენტი და პროპაგანდისტულ ტელეეთერებში მჯდარი ვიღაცა მდარე ხარისხის პიროვნებები. აი ეს ადამიანი ჩადის იმისთვის, რომ რეგიონში, რომელიც მიგდებული არის ისედაც, იქ რაღაცა კულტურული აქტივობა იყოს და იქ თქვათ ესეთი პიროვნება რო ჩადის იქ რა, ამ კალიბრის ეროვნული, ლოკალური, ასე ვთქვათ, სელებრიტი რო ჩადის რეგიონში და ბავშვებთან რომ ის ხო რაღაცა ინსპირაცია არის იმ ბავშვისთვის, რომ რაღაცაზე იოცნებოს მსახიობობაზე, კინოზე, ხელოვნებაზე, ან რაღაცა პიესის დაწერის იდეა მოუვიდეს, რომ მოისმენს ამ რაღაცა ლექციას, ან საუბარს, ან სპექტაკლს ნახავს და იტყვის, რომ იცი რა, მე მინდა რომ ესეთი რაღაცა დავწერო. რაღაცა ეს ინტერაქციები, ეს ურთიერთობები ხო ამას შობს, ხო აქედან ამოდის ეს ყველაფერი. მაგრამ აი ის ხალხი შეშინებული არის იმის გამო, რომ ვიღაცა ტიპი შეიძლება მე მიუვარდეს ან მას, ან მის ოჯახს, ან ცემოს, ან აგინოს, რაღაცა შევაწყობა მიაყენოს, დაემუქროს, ტერორში ყავდეს ფსიქიკურში თუ ფიზიკურში და აი ესეთი მარტივი დონის ურთიერთობებიც კი არის აი ესე დასული აი ამ შიშებამდე, რომელზეც თითქოს გველაპარაკებიან, რომ როგორ ეხა კაცო, არა ისეთი არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში. ჯარიმები, დაჭერები, რეგიონში ეგერ ერთ-ერთი აქტივისტის ცემეს იმის გამო, რომ რაღაცა თავისი აზრი გამოთქვა ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე, თუ მოქალაქე ვერ გაგაკრიტიკა და ვერ გითხრა, რომ რაღაცა ცუდად არის გაკეთებული, რაღაც მომენტში ვერ გაიგებ, ხო? ანუ რო კითხო ამ ხალხს ჯანსაღი ოპოზიცია და საგნობრივი კრიტიკა უნდა, მაგრამ საგნობრივად ვიღაცა გაგაკრიტიკებს და მე მიუვარდება იმას იქაური, ლოკალური ვიღაცა მაფიოზად მომჯდარი, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება ხვალანზე რაღაცა მაღალ პოლიტიკაშიც მოგვევლინოს და იქ რაღაცა მაკაცური ფოტოებიც გადაიღოს რომელიღაცა პროპაგანდისტთან ან დეპუტატთან და მე რაღა უნდა მოთხოვ ამ ხალხს ხმა რაზე უნდა მოიღონ ვინ უნდა მოიღოს ვინღა უნდა თქვას ვინღა უნდა გააკეთოს საქმე ქვეყანაში და მაგის გამო ან გარბის ეს ხალხი ან იძულებული არის რომ იყოს ჩუმად და გაწყვიტოს თუნდაც აი ესეთი კულტურული კავშირები მაგალითად ისეთ ადამიანთან როგორც არის ნინო კასრაძე და აი ეს არის პრობლემა აი ამ ტიპის დეგრადაცია არის ესე დეგრადირებულ ქვეყანაში მე და ესე დეგრადირებულ ურთიერთობის და კულტურული ქსოვილის და კულტურული ფონის არ მქონე ქვეყანაში მაგიტომ არის მე რომ აი ამისთანა ადამიანები არიან დაფასებულები რაღაცა ხალხის კატეგორია ხო არსებობს რომელიც აი ამ ხალხს აფასებს ამ ხალხის აზრს პატივს ცემს ხო ანუ აი ირაკლი კირცხალია რომელიც ესეთი ტერმინოლოგიით გამოდის საქართველოს პარლამენტში და რაღაცა ბიჭო ინსტიტუციის მიმართ ხო შეიძლება რაღაცა პარლამენტარიზმის ტრადიციის მიმართ ხო შეიძლება გქონდეს რაღაცა ტიპის პატივისცემა შეიძლება კაი გავიგეთ რომ ოდესღაც ვიღაცა ცუდი ტიპები იჯდნენ პარლამენტში მაგრამ საუკუნის მესამედია დამოუკიდებლობა გვაქვს მოპოვებული ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდით იმ ქვეყანად, რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი თანამედროვე პარლამენტარიზმის და პოლიტიკური კულტურის ტრადიცია. და აი ამას ვთავაზობთ 35 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან აი ამ დონეზე არის ქართული პარლამენტარიზმი და ქართული პოლიტიკური კულტურა.
გავიგეთ რომ ისინი ცუდები იყვნენ, მაგრამ შენ ხო იმაზე გაქვს პრეტენზია რომ ამაზე უკეთესი უნდა ყოფილიყავი და 14 წლის თავზე შენი ხელისუფლებაში ყოფნისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის 35 წლის თავზე ამ დონეზე რანაირად გაქვს დაცემული საკუთარი პოლიტიკური კულტურა, ყველაფერსო თავი დავანებო და რანაირად გაქვს ჩაფსკერილი მთელი ქვეყნის პოლიტიკური კულტურა და ტრადიცია. აი რანაირად შეიძლება მოახერხო ეს ყველაფერი. რანაირად და აი რაც ქალბატონმა ნინო კასრაძემ ილაპარაკა ამ ვიდეოში, რომ აი ესეთი პატარ-პატარა კულტურული კავშირები ქვეყნის შიგნით არის გაწყვეტილი, დაშინებული ხალხი და აი ეს არის შედეგი, რომელსაც მე ვხედავთ. და ამ ყველაფრის რეზუმირებას ძალიან კარგად გააკეთებს დათია ბადალაშვილი, რომლის გამოსulis უმეტესი ნაწილიც მოვჭერი და მინდა ვთქვა, რომ აი ეს არის ის ქართველი, რომლის სიტყვაც მე მინდა რომ უფრო ხმამაღლა და უფრო მეტი ისმოდეს ქვეყანაში. ადამიანი, რომელმაც დააარსა თავის სოფელში ბიბლიოთეკა და თავისივე დაარსებული ბიბლიოთეკიდან გამოაგდეს. იმის გამო, რომ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ეთანხმებოდა ვიღაცა აი ესეთ ირაკლი კილსხალიას ნაირ უინტელექტო, უპოლიტიკურ, კულტურო და ზოგადად უკულტურო ადამიანს. აი მოусმინოთ ამათ. და თქვენ თუ მეტყვით, რომ ეს ადამიანი არ არის თავისი არსით, აზროვნებით და ქართველობით და ეროვნულობით ქართული ოცნების ალტერნატივა, ნუ მაშინ მე აღარ ვიცი უკვე რა უნდა ვთქვა. ჯერ როგორ ლაპარაკობს, ანუ თის დიქცია, აი მაგას დაუკვირდით ჯერ რა. თუმცა თავს მე მსხვერპლად არ ვთვლი. მსხვერპლი მაშინ ვიქნებოდი, რომ დამორჩილებოდი ადამიანებს, რომლებსაც სხვისი მორჩილება ანიჭებთ სიამოვნებას. რაც შეეხება თუ მე როგორ ქვეყანაზე ვოცნებო და როგორი მინდა რომ იყოს. აი ამ შეხვედრიდან წასულს ჩემმა რომელიმე ნათესავმა არ მინდა მომწეროს და მითხრას რომ შეიძლება ამის გამო ბიბლიოთეკის შემდეგ სკოლაც დავკორგო. შეიძლება რომელიღაცა ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ქუჩაში დამხვდნენ და მცემ. აი რა არის ხა აი ამ არგუმენტებისადმი როცა ესენი რაღაცას მეუბნებიან, ცდილობ ხოლმე ახსნა ასეთი რაღაცა რომ ამ ქვეყნად ცხვირის გატეხაზე და შიმშილზე ბევრად უფრო საშინელი რაღაცები არსებობს და ეს კი კონფორმიზმია. კონფორმიზმია მაშინ, როცა ხედავ, რომ შენი მოსწავლეების ტოლებს როგორ ურტყამენ ქუჩაში. მე მინდა უთხრა ჩემ გულის დამწველებს, რომ ცხოვრება პატარაა. იმდენად პატარაა, რომ არ ვიცით ხვალ რა იქნება და არ მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება თავის გადარჩენის გამო ყველაფერზე წასვლაში გავატარო. ახლა რაც შეეხება იმას თუ როგორი მინდა რომ იყოს. მე მინდა ისეთი არჩევნები იყოს ამ ქვეყანაში, სადაც მასწავლებლებს არ აიძულებენ სადმე ოლქში წასვლას. არ აიძულებენ კონკრეტულ დღესასწაულზე წასვლას, სადაც სამარცხვინო რამდენიმე ათეულ ლარს მისცემენ. ეს ადამიანები ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩვენ გავგზარდეს, რომლებსაც ეშინიათ და მე მათი აბსოლუტურად მესმის. არ მინდა ჩემმა მოსწავლე მე მითხრას, რომ რა თუნდა ისწავლოს, როცა ხედავს, რომ წვრილ ჩინოვნიკს, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, თანამდებობაზეა და ზემოდან დასქერის ადამიანებს. პრეზიდენტი. არ მინდა ჩემმა მოსწავლეებმა ქურდული ვარსკვლავები დამიხატონ დაფაზე. მე ასეთი ქვეყანა არ მინდა. იმიტომ რომ ხედავენ თუ როგორი სასამართლო გვაქვს. არ მინდა ჩემს თანასოფლელებს ხმის სამოღები შეეშინდეთ იმის გამო, რომ შეიძლება ვიღაცამ დახმარების მოხსნის გამო დაემუქრა. არც ის მინდა რომ იმის შეეშინდეთ, რომ ხმა ამოიღო როგორ იხჩობიან უწყლობით, როგორ ცვივიან ტალახში უგზოობის გამო. მე მიყვარს ეს ქვეყანა. იმდენად მიყვარს, რომ არ არსებობს საათი ამ ქვეყანაზე ფიქრის გარეშე. და ვერ წარმომიდგენია კიდევ ასეთი რაღაცა, როგორ უნდა ვიყო მე ბედნიერი, როცა ჩემს მეზობელს ლუკმაპური უჭირს. აი ასეთია ჩემი სამშობლო და ჩვენ თუ არ ვიბრძოლებთ და დანაკარგი გაცილებით მეტი იქნება. მეც დავკარგე რაღაც. აგზიის ადამიანი, რომელმაც ჩემზე მეტი დაკარგა. მაგრამ ეს ბრძოლა სანამ იქამდე მივართ, სანამ არ გავიმარჯვეთ. მადლობა. აი რა თქვა ეხა, ან რა სიტყავს ეს ადამიანი იმისთანაც, რომელიც შეუძლებელია რომ გქონდეს
როგორც ერს და როგორც ქვეყანას. აი ამ ბიჭმა რაც ილაპარაკა, ეხა ეს რო აგვისრულდეს, ესე იგი ომი და დაგუბომბავენ და რაღაცა ან გაგვა LGBT-ებენ თელ ერს, ანუ აი ეს ამ დონის შიშებით და პროპაგანდით არის წარმოდგენილი ქართული ოცნება. და ეს არის რაც ამ ბიჭმა აღწერა, ეს ხო ხდება ჩვენს ვიღაცებს მესმის რომ არ სჯერათ, მაგრამ რაღაცნაირად არ სჯერა, გაიხედავ, გამოიხედავ, ვისაც არ უნდა კითხო, ყველა გეტყვის იმას თუ რა ხდება, შენ თვითონ თუ ვერ ხედავ ბოლოს და ბოლოს. აუცილებლად იქნება ვიღაცა, ვინც დაგანახებს, შენ თუ გინდა რომ დაინახო, დაინახავ კიდევაც. რომ აი ეს ადამიანი ესეთი გულის ტკივილით გამოდის და ეს არის ადამიანი, რომელსაც აი ესეთი გულის ტკივილის გამოხატვის გამო უთხრეს რომ წადი შენივე დაარსებული ბიბლიოთეკიდან და გამოაგდეს. და არის იმისი საშიშროება, რომ ეხა სკოლიდანაც გამოაგდონ იმის გამო, რომ რაღაცა თქვა და თავისი აზრი გამოხატა უსამართლობის წინააღმდეგ. და ეს ადამიანი არ არის ეხა ამ პარტიის წევრი, მაგრამ ის რომ ამ ადამიანის მოусმინა ვიღაცა პოლიტიკოსმა და პარტიამ და ის რომ ვიღაცა პოლიტიკოსს მოუნდა მისთვის მიეცა ასპარეზი და მოესმინა და წარმომადგენელი იყოს მის აი ამ ადამიანს რომელი პოლიტიკოსი და რომელი პარტიაც წარმოადგენს ამ ადამიანის ხმას ვინც აამაღლებს იქ სადაც ასამაღლებელია და იქ სადაც მნიშვნელობა აქვს იმას რომ პოლიტიკოსის ხმა ისმოდეს და გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული და პოლიტიკოსი გადაწყვეტილების მიღებისას იხემძღვანელებს აი ამ ადამიანის ხმიდან გამომდინარე ის პოლიტიკოსი არის საინტერესო ჩემთვის და ის პოლიტიკოსი იმსახურებს ჩემს სიმპათიას და შესაბამისად აი ეს გარემო რო ვნახე და აი ეს სიტყვა რო ვნახე და ეს ადამიანები რო ვნახე აი იმიტომაც მომეწონა ეს პარტია და საბოლოო ჯამში ვნახოთ თვითონ ლევან ცუცქირიძის გამოსვლიდან რამდენიმე ფრაგმენტი რომელმაც ასევე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და პირველი ვნახოთ ზოგადად მისი დამოკიდებულება რასაც მე ვეთანხმები იმასთან დაკავშირებით თუ რა დაქცია პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესი და კულტურა ქართულმა ოცნებამ. მე ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ლევან ცუცქირიძეს. მომავლის პოლიტიკას საფუძვლად უნდა დაედოს ისეთი რაღაცეები, რაზეც ლევანიც საუბრობდა, რომ დღეს თითქოს ტაბუ დაედო და ამაზე ვეღარ უნდა ვილაპარაკოთ. მრავალპარტიული დემოკრატია ერთპარტიული დიქტატურის ნაცვლად. მრავალფეროვნება ერთფეროვნების ნაცვლად. ცოდნა უმეცრების ნაცვლად. პოლიტიკოსები, რომლებმაც საქმის კეთება იციან და არა იმიტომ არიან პოლიტიკაში, რომ სხვაგან ვერაფერი ვერ შეძლეს. ქართულმა ოცნებამ პოლიტიკა დაცალა ზნეობისა და მორალისგან. და ეს, ჩემი აზრით, არის მისი ყველაზე დიდი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა. ამიტომ ჩვენ ზნეობა, პოლიტიკა თანაგრძნობა, სოლიდარობა, პატიოსნება უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში და მე აქ ძალიან ბევრ ადამიანს ხედავ, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. ქართული ოცნება არ არის ჩვენი ბედის წერა. ეს არის განსაცდელი, რომელსაც ერთად დავძლევთ. ხოდა, აი უკვე როგორც პოლიტიკოსი, როგორც ამ პარტიის წარმომადგენელი, მისი ეს გამოსვლა და მისი ეს აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან მომეწონა და ზუსტადაც ეგ არის, რომ ზნეობა თავისთავად ცხადია, ეხა მარტო ეს სკაბრეზული გამოხტომები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში და აი ეს წაბილწვა ქართული პოლიტიკური კულტურისა, თუნდაც აი ესეთი მდარე ხარისხის რიტორიკით, მხოლოდ ეს არ არის უზნეობა, ხო? უზნეობა არის ის, რომ უფასო სასადილოებს მოპარავ ფულს და საბავშვო ბაღებს და მერე მაღალი ეშელონებში დასაქმებული ვარსკვლავი პოლიტიკოსები მოგიწევდებიან, გეტყვიან, რომ ჩვენ ეხა ისეთი ვითარება არის 14 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების ყოფნისა, რომ საკუთარ შულზეც ვერ ავიღებ პასუხისმგებლობასო. აი ეს არის უზნეობა მათ შორის. მაგრამ აი ამ ყველაფრის სახე, აი ამ ყველაფრის პოსტერი, ასე ვთქვათ, არის ის, რასაც გვთავაზობს ეს ხალხი თავისი რიტორიკით პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, პოლიტიკური თანამდებობის მქონე ადამიანი, რომ ესე იქცევა, პროპაგანდისტული მედიები ყოველდღე, რასაც აკეთებენ ეთერში და საკუთარი მოქალაქეების მიმართ. და ბოლოს ვნახოთ ლევან ცუცქირიძემ გასვა პასუხი ნინო კასრაძის შეკითხვას და ეს შეკითხვაც საინტერესო შეკითხვა იყო და ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში და ჩემი აზრით ძალიან კარგი პასუხიც გასცა ლევან ცუცქირიძემ და მოდით აი ხა ეს ფრაგმენტი ვნახოთ. ერთი კითხვა მე დავსვა. არ გამიბრაზდებით? აი მე უბრალოდ მაინტერესებს, აი თქვენ რო პოლიტიკურ პარტიების მზე საუბრობდით.
და აი როგორ ფიქრობთ, შეიძლება თქვათ ან ქართული ოცნების დეპუტატები რომ გადმოვიდნენ თქვენ პარტიაში მიიღებთ, იმიტომ რომ აი ლევანმა თქვა რომ თუ სისტემა შეიცვლება, ხო, ის ვინც გუშინ არ ღვევდა, დღეს თვითონ ამბობს რომ აი სისტემა შეიცვალა, მე გამოვსწორდი, მე მივდევ და თქვათ რაღაც შეიძლება თქვას დეპუტატმა რომ აი მე გამოვსწორდი და იცით მე ვღებულობ და ეს როგორ უნდა იყოს აი იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ ოცნებას ყავს ნაციონალური მოძრაობიდან და სხვა პარტიებიდან პორტირებული და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხო დიახ მე შევეცდები გიპასუხოთ შეგვიძლია უკვე და თუ და მე ბატონ ვაჟიასთან და ბოლო ლევან თქვენთან მინდა მოკლედ შენთან მინდა ბოლოს შევაჯამოთ ჩვენ როდესაც თავისუფლების მოედანი შევქმნით ის შევქმნით რომელიც დაფუძნებული იყო სხვადასხვა პოლიტიკურ, ზნეობრივ, მორალურ კატეგორიებზე. და ამიტომ ჩვენი პარტიის წევრი რომ გახდე, ამას უნდა იზიარებდე. და ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიის წევრები ხდებოდნენ თანაზიარობით, რომ იყვნენ მონაწილეები, იზიარებდნენ იმ პლატფორმას, რაზეც დგას, იმ პერსპექტივას, რაც პოლიტიკურ პარტიას გააჩნია, იმ პროგრამას თუ პრიორიტეტებს, რაც მათ აქვთ სათქმელი. სიმართლე რო თქვა, მე ასეთი ხალხი ახლა თავის იმაში ქართულ ოცნებაში არ მეგულებ. რომლებიც სიტყოდნენ და მეორე არის კი, ვერ ვხედავ ასეთ ადამიანებს. ჩვენ გვაქვს წესი და რიგი, როგორც ხდება პოლიტიკური პარტიის წევრი ჩვენ ორგანიზაციაში. სწორედ ამიტომ ვაშენებთ დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიას, რომელზეც გადაწყვეტილება ლევანის კი არ იქნება, ვინმე მიიღოს თუ არა წევრი. არამედ არსებობს პარტიის ყრილობის მიერ მიღებული წესდება, არსებობს პროცედურები, არსებობს გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც ხდება. ეს იწყება უპირველეს ყოვლისა ღირებულებითი თანხმობით. და მე გრძელდება უკვე პარტიის პლატფორმასთან დაახლოებით და გაწევრიანების პროცესი. ამიტომ მე ვერ ვხედავ ახლა ძალიან გულწრფელად. მე პირიქით მაგალითებით შემიძლია ვთქვა. ქართულ ოცნებაში დღეს არიან ადამიანები, რომლებიც რუსულ კანონამდე ცოტა გადავაცილებ. წერილებს გვიგზავნიდნენ სამადლობელს, რომ თურმე რა კარგ საქმეებს ვაკეთებთ. ჩემ წინა სამსახურში ვაკანსიებიც აქვთ, აპლიკაციებიც აქვთ გამოგზავნილი მათ ლიდერებს. სადაც cover letter-ებს წერდნენ და ამტკიცებდნენ, რატომ იყვნენ ისინი საუკეთესო ადამიანები დემოკრატიის საშენებლად. და მე ვიღაც მათმა ლიდერმა ცუდი სიზმარი რო ნახა, თქვენს რომ თურმე ვართ ჩვენ ისა ქვეყნის მტრები. ამიტომ მე იქ ასეთ ადამიანებს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ ისინი მოინანიებენ იმ შეცდომას, რომელიც მათ დაუშვეს. და თუ ისინი იტყვიან, რომ კი, ჩვენ წავედით, ჩვენ რაღაცას შეგვეშალა და რაღაც გავაკეთეთ. არა მხოლოდ თავისუფლების მოედანმა, არამედ ასევე სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პოლიტიკურ შურისძიებაზე, პოლიტიკურ დევნაზე ადამიანების. მათი ადგილი შეიძლება არ იყოს თავისუფლების მოედანში. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვინ ჩვენ არ გვეთანხმება, თუ დამნაშავე არ არის. უნდა წავიყვანოთ და ციხეს ჩავსვათ, ან გავრიყოთ. მათ უნდა დარჩეთ ის თავისი პოლიტიკური პარტია და შეეცადონ მოიპოვონ საკუთარი ამომრჩევლის ნდობა, თუ კი ასეთი დარჩება და შეძლებათ. მაგრამ თავისუფლების მოედანი არის გაერთიანება ადამიანების, რომლებიც ამ ქვეყანაში პოლიტიკაში მოვიდნენ ყველაზე რთულ დროს, სუფთა ხელებით მოვიდნენ, არც ერთ ჩვენგანს. არაფერი საბოდიშო არ აქვს. ყველა ადამიანი არის მცოდნე, პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი სუფთა ხელებით და ასე ვაპირებთ მომავალში გავაგრძელოთ ჩვენი პარტიის მშენებლობაც. მადლობა. მე ვერაფერს ვერ დავამატებ ამ შემთხვევაში. აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მოვისმინე თვითონ სპიკერებისგან, რომლებიც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არ არიან ამ პარტიის წევრები, მაგრამ ის რომ პარტიას აქვს იმისი სურვილი და იმისი პლატფორმა, რომ აი ამ ხალხის ხმა და ამ ხალხის იდეები წარმოადგინოს და წარმოაჩინოს და მიიტანოს
იქ გადაწყვეტილებები სადაც მიიღება იმ სივრცეში და აი ეს გადაწყვეტილები დააფუძნოს აი ამ ხალხზე და აი ამ ხალხის ხმაზე, ამის გამო ეს პოლიტიკური პარტია ჯერჯერობით ყველაზე მეტად იმსახურებს ჩემს სიმპათიას. კიდე არის რამდენიმე პარტია, რომელსაც მინდა რომ შევხედო და გავიცნო მათი მიმართულება და მათი იდეოლოგია, მაგრამ ამ წუთისთვის ეს არის არათუ ყველაზე მისაღები, არამედ ჩემთვის ყველაზე სიმპათიური პოლიტიკური მოძრაობა, რომლის აქტიურად მონიტორინგსაც განვაგრძობ და ვნახავ რისი გამკეთებლები არიან, რას ამბობენ, რა უნდათ, რას გვთავაზობენ და რას შემოგთავაზებენ. დიდი მადლობა აქამდე თუ მიყურეთ, თუ აქამდე მიყურეთ, გთხოვთ რომ დაასაბსკრაიბოთ, დაალაიქოთ, გადააშიაროთ. მე კიდევ ერთხელ გირჩევთ რომ თუ გაქვთ დრო ის 2 საათიანი ვიდეო ნახოთ ამ პარტიის და ძალიან ბევრ ახალ ადამიანს გაიცნობთ და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოისმენთ და ძალიან ბევრ ნახავთ როგორ აი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმისი მოსმენა და აი მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის ნახვა რომელიც აი ამ ფორუმზე ვნახე და აბსოლუტურად ყველას გირჩევთ რომ მოусმინოთ. თუ დრო არ აგაქვთ, თუ გეზარებათ, მაგრამ გაინტერესებთ და დაგაინტერესებთ ამ პარტიამ, მინდა გითხრათ რომ მე როგორც აღნიშნე აქტიურად გავაგრძელებ მათ მონიტორინგს, ასე ვთქვათ, კრიტიკული თვალით შევხედავ, იმიტომ რომ თუ ეხლა მე არ მინდა რომ რაღაცა იმედი დავამყარო ვიღაცაზე და მე რაღაცა იმედი გამიცრონ, ამიტომ რასაც აღმოვაჩენთ, სუც თუ კარგს, თუ რამე შენიშვნა მექნება, თუ რამე კრიტიკა მექნება, ამასაც აუცილებლად გაგიზიარებთ და ესე აი ამ ფორმატში როგორც ეხლა გაგიზიარეთ, ამაზე რაღაცა კომენტარს გავაკეთებ ხოლმე და ჩემს აზრს გაგიზიარებთ ხო და თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი ერთი და მეორე შეიძლება რაღაცა უბრალოდ დაიჯესტივით გინდოდეთ რომ რაღაცა პოლიტიკური პარტიისთვის, მაშინ ესეთ კონტენტსაც შემოგთავაზებთ მომავალში და ამიტომ დაასაბსკრაიბეთ, გამოიწერეთ ეს არხი და შევხვდებით კიდევ მრავალჯერ.